მე ყოფილმა მჟავრდებულმა რევაშაინიძემ კვლავ მინდა მივმართო ქართული ოცნების მთავრობის მხარდამჭერებს და ასევე იმ მარიონეტ პოლიტიკოსებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც რომ ვითომაც ქართული ოცნების მთავრობის წინააღმდეგ ამა თუ იმ განცხადებებს აკეთებენ. ანუ შეფერადებულ განცხადებებს რომ აკეთებენ და ხალხს არწმუნებენ იმაში, რომ ვითომაც ქართული ოცნების მთავრობის უსამართლობას ებრძვიან. მიდით და კითხეთ, რატი ბრეგაძეს ყოფილ იუსტიციის მინისტრს, ბატონ სასჯელახსრულების დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს ხვარაშვილს, მიდით კითხეთ ასევე ვივამედის კლინიკის დირექტორს და მის ჯალად ქირურგებს, თუ რის გამო და ვისი დაკვეთით აწამეთ რევაშაინიძე 2022 წლის 11 ივნისს ვივამედის კლინიკაში. რის გამო? ნაოპერაციები ადამიანი 48 საათი არ იყო გასული, როცა კასეტერები ვენაში, წელში, ხელში და საშარდე კანალში გონდა ჩადგმული ზურგით დავეცი იატაკზე, რომ არა ბადრაგი, ანუ დროულად რომ არ გაეგონა ჩემი ყვირილის ხმა ბადრაგს, მე დღეს გარდაცვალებული ვიქნებოდი. რადგან ამ პირსისხლიანი ბიძინა ივანიშვილის მთავრობის ჯალათების დაკვეთით, ჩემი მიერ ზემოხსენებული ჯალათების დაკვეთით, უფრო სწორად შეგნებულად ფეხები ისე მქონდა გადაბინტული ქირურგების მხრიდან, როცა ოპერაცია ჩამიტარდა 2022 წლის 10 ივნისს. ფეხის გადაადგილება, ანუ გადადგმა არ შემეძლო. ექიმმა მითხრა ადიქი და გაიარ გამოიარეო. ჩემი წამოდგომა და იქვე 30 წამის შემდეგ ზურგით იატაკზე დავარდნა ერთი იყო. მე წინასწარვე დავწერე, ანუ მივწერე სახალხო დამცველის ერთ-ერთ წარმომადგენელს, ანუ ამ პროკურატურის ყურმოჭრილი მონას, ლევან არღვლიანს, რომ მე არ ვიცი ცოცხალი დავბრუნდები თუ არა ვივამედის კლინიკიდან, როცა 9 ივნისს 2022 წლის 9 ივნისს ხელი მოვაწერე ოპერაციის თანხმობაზე. ოპერაციის გაკეთების თანხმობაზე, რომელი ოპერაციის ჩატარებისას თითქმის 2 წელი ვიბრძოდი. მე იძულებული ვიყავი ის ოპერაცია რომ ჩამეტარებინა, რადგან უმძიმეს დღეში ვიმყოფებოდი. აი იმის გამო იყო, როცა 2022-23 წლებში პროტესტები რო ქონდათ გამოხატული ნომერ 6 დაწესებულებაში, იქ ყოფილ მჟავრდებულებს, რადგან ხალხი არ გაყავდათ არც კლინიკაში ოპერაციაზე, არც სამკურნალო და სხვა დანარჩენი, მაგრამ ამ დაკვეთებს ციხის ადმინისტრაცია და დეპარტამენტი ვის განღებულობდა, აი ის დაინტერესდით და კითხეთ ამ თქვენ პირსისხლიან ბიძინა ივანიშვილის ავტოკრატიული რეჟიმის ნაბოზრებს. რატომ არ გინდათ ხალხო სიმართლე?
ჯერ თქვენ ოჯახში არ მოუწევია, ანუ თქვენ ოჯახებში ჯერ არ მოუწევია იმას, რაც მოსაღწევია რა, როცა მოახსევს და საკუთარ თავზე დაგეცემათ მეხი, რასაც ქვია, მოულოდნელი მეხი. აი, მერე გაიგებთ, რა არის სიმართლე, ვინ არის მართალი, ვინ რას ჭიკჭიკებს. ამ ახორების, ამ ალქაჯების ბოდვები როგორ გჯერავთ. დინარაძის როგორ გჯერავთ ხალხო, რომელიც გამოდის უცხირპიროდ ამბობს, დღე და ღამე თურმე არ ძინავს მას. ჩვენი კეთილდღეობისთვის. თქვენი შვილების კეთილდღეობაზე ზრუნავს და ამიტომაც 12 წელია წესიერი ძილი ენატრება ადამიანს. ხალხო, ვაიმე ღმერთო ჩემო, ასე როგორ გამოგირიცხეს ეგ ტვინი ხალხო. ან იქნებ თქვენ იმ დროიდან დღემდე საერთოდ არ ქონიათ ტვინი და რაღაც 0.01% გიმუშავებთ. ეგ თქვენი ობმოდებული ტვინი. გონს მოეგეთ ხალხო. გონს მოეგეთ ხალხო, თორემ ეს და ქვეყანას მომავალი აღარ ეკნება. ჭაობისკენ მიგვაქანებენ ხალხო. სიმართლეს არ გჯერათ და გჯერათ ამ ნაცების და ქოცების, ლეიბორისტების და პედორისტების ბოდვებისა ხალხო. ნუ თუ ოდნავ ქართული სულისკვეთება მაინც არ შემოგჭათ. იქნებ ღვთის მადლით და წყალობით შეისმინოთ ეს ჩემი მიერ გაცხადებული წარე სიმართლე. როცა კლინიკიდან უკან გამომაბრუნეს ნახევრად ცოცხალ მკვდარი, ანუ ვიმამედის კლინიკიდან 2022 წლის 14 ივნისს მალამო მესაჭიროებოდა ხალხო ოპერაციის შემდეგ, რომელიც მალამო თვითთავად ექიმისგან იყო დანიშნული, ანუ ჯალათისგან იყო დანიშნული, მაგრამ ციხის ექიმები, ნომერ მე-6 დაწესებულების ციხის ექიმები მალამოსაც კი არ მაძლევდნენ, რადგან ციხის დირექტორმა ეგრეთ წოდებულმა შოთა ტრაპაიძემ დაგვავალა, რომ რევას შაინძეს მალამო არ მისცეთ, რომ ძალიან გაუღიზიანდება ოპერაციები. აი ეს არის ეს თქვენი ქართული ოცნების უკეთესი ინდესირეს და უპატიოსნესი პატრიოტი მთავრობა. ექიმები ჯალათებად ყავთ ხალხო ქცეული. 1, 2, 3 თუ მოიძებნება, რომელსაც რაღაც პატრიოტული გააჩნია. ასე რომ გაგრძელება. კიდე იქნება. თან როგორი გაგრძელება იქნება. არ ვიცი. მე უშუალოდ 3 თვე გადამბული ყოველდღე რომ ვისაუბრო ამ რეჟიმების ჩადენილი დანაშაულები ბრიუქმედებებზე 3 თვე დღე-ღამე რომ ვისაუბრო ხალხო. მაინც ვერ შევძლებ ყველაფრის გადმოცემას. გთხოვთ, ვინც ამ ჩემ ვიდეოს მოისმენთ, გააზიაროთ და თავიდან ბოლომდე კარგად მოусმინოთ ყურადღებით.